როგორც ალმებზე მზის ხივი, გიზგიზით რომ ბრიალებს. თქვენ გონიათ გავგიჟდი? თუ საბჭოთა წყობა მომენატრა. არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ მეც თავისებურად პიონერი ვარ. ანუ პირველი ვარ, ვინც ყველაფერზე თამამად აპირებს საუბარს. დამტკიცებულია, რომ ადამიანის ტვინის უდიდესი ნაწილი ყოველთვის ფიქრობს სექსზე. ბიზნესი, ფინანსები და ეკონომიკა ჩემი სფერო არ არის. სამწუხაროდ არც პოლიტიკა მიზიდავს. თუმცა შუა საუკუნეებში ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, დედამიწაზე არსებობს ორი თემა, რომელიც არავის და არასდროს მობეზრდება: პოლიტიკა და სექსი. მე სექსი ავირჩიე. დაადო ტაბუ ისეთ თემას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური, მე ვფიქრობ, არანორმალურია პირიქით. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ევროპაში ბრალ სკოლაში ასწავლიან პრეზერვატივის ხმარებას. მე შორენა მქვია. დღეიდან ყოველ შაბათს ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, რომ ვისაუბროთ თემაზე, რომელიც დღემდე აკრძალული იყო. რა საშინელი სიტყვა უნდა ვთქვა? მოკლედ, ჩვენ ვისაუბრებთ სექსზე. რა თქმა უნდა იყოს ეს გადაცემა, უნდა იყოს ფიქრობ, უფრო მეტი განხილვა ამ თემის ირგვლივ. უცებ წარმოვიდგინე ბევრი მაყურებლის გაოგნებული სახე. თუ თქვენ კიდევ გჯერათ, რომ კომბოსტოში გიპოვნეს, უნდა გაგაცბილოთ. მეც, თქვენც და დედამიწის მთელი მოსახლეობა სექსის შედეგად გავჩნდით. ასე რომ მოდი თამამად ვისაუბროთ იმაზე, რაც ასეთი ბუნებრივია. თანაც უნდა ვაღიაროთ, რომ სასიამოვნო ყველა ქვეყანაში, ყველგან, ყოველთვის რაღაც თავისი მიდგომა არის საჭირო, თუ როგორ მივიტანოთ ინფორმაცია ადამიანებთან, ხალხთან, ხო? ფიქრობ, რომ ძალიან ბევრია გაუნათლებელი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში. სამწუხაროდ. მარტო სექსის აქტი ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ იცი რა არის სექსი. ასე რომ ყველას თავის სექსში გამომარჯოს. სექსი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა. კითხვაზე, რომელი ტრენაჟორია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო, ექიმებმა ერთხმად დაასახელეს: საწოლი. აღმოჩნდა, რომ მამაკაც, რომელიც კვირაში 3-ჯერ მაინც არის დაკავებული სექსით, ინფარქტი 2-ჯერ უფრო იშვიათად ემართება. ქალებისთვის კი სექსი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. სექსუალურად აქტიური ქალები უკეთ გამოიყურებიან, კარგხასიათზე არიან და დეპრესიისთვისაც დრო არჩევათ. ხო, და სექსი გრიპის და გაციების უებარი წამალია. თურმე ამ დროს იმუნიტეტი ისე ძლიერდება, რომ ორგანიზმში ვირუსი ვეღარ აღწევს. ხო და ამ ზამთრისფერს, ამდენი უაზრო წამლების მას, ჯობია მეტი ისიყვარულოთ. სხვადასხვა მსოფლიოში სექსუალური რევოლუცია 60-იან წლებში დაიწყო და როგორც ვიცი, ამ ბრძოლაში არავინ დაღუპულა. ანუ სექსი ხო თავისუფლებაა სინამდვილეში და ვის რამხელა თავისუფლების შეგრძნება აქვს, აი ეს არის ზუსტად და. თქვენ გონიათ სექსუალური რევოლუცია ეს აღვირახსნილებას ნიშნავს არა? გაგიკვირდებათ, მაგრამ მან მთელი მსოფლიო შეცვალა და პირველ რიგში შეიცვალა ქალების მიმართ დამოკიდებულება. თუ დამიჯერებთ, გეტყვით, რომ დასავლეთის ზოგ ქვეყანაში ქალები იმდენად უუფლებონი იყვნენ, რომ საყიდლებზე წასვლა არ შეეძლოთ მეუღლის თანხმობის გარეშე. რაღაც საზოგადოებაში არის მომხდარი სექსუალური რევოლუცია და მათთვის ეს ჩვეულებრივი მომენტია. სწორედ 60-იანი წლების ბოლოს იგრძნეს უცხოელმა მამაკაცებმა, რომ ოჯახის სიმტკიცეზე პასუხს მარტო ქალი არ აგებს. მაშინ გაიაზრეს, რომ მოულოდნელი ფეხმძიმობა მხოლოდ ქალის პრობლემა არ არის. მაგრამ ჩვენ ხომ წინა საუკუნის 60-იან წლებზე ვლაპარაკობთ. ჩვენ კი დღესაც ბევრ ამას ისე უყურებთ, როგორც უცხოელი 40 წლის წინ. რაც შეეხება იმას, რომ ქართული საზოგადოება მზად არის თუ არა, რაღაც ნაწილი ალბათ არა და კიდევ დიდხანს ვერ იქნება. იცით, მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს თქვენთან. აი მაგალითად, რატომ არის ტაბუირებული ყველა ის სიტყვა, რომელიც შეიცავს ამ ჯადოსნურ ბგერებს? S, E, K, S, I.
ამ გადაცემას მაყურებელი უნდა ყავდეს. რატომ იწმევენ ქალები მოკლე კაბებს და ღრმა დეკოლტეებს? და თუ იცვამენ, რატომ ითვლება შეურაცხყოფელად კომპლიმენტი, რა სექსუალურად გამოიყურები? რატომ იტყუებთ თავს და ამტკიცებთ, რომ თქვენ ეს თემა არ გაინტერესებთ? მე ხომ ვიცი, რომ რეკლამის დროსაც არ გადართავთ სხვა არხსა, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. ნუ გცხვენიათ, მიყურეთ. მით უმეტეს ახლა თქვენი მეზობელიც მე მიყურებს. ხო და მოგეცათ საჭორაო თემა. ასეთ გადაცემებს ალბათ უნდა უყურებდნენ, თუმცა რაზეც გამოთქვავენ ეს მეორე საკითხია. და საერთოდ ესეთ შემეცნებით გადაცემებს არა მარტო თქვენსაც. უნდა ყავდეს მაყურებელს საკუთარ დღეს არ არის ესეთი სიტუაცია, რომ არხები გადატვირთული არის ესეთი დარეპროდუქციით. აი იმ სერიალებს სიამოვნებით უყურებენ, მაგრამ იქ ის ელემენტები არ არის, რომელიც თქვა შეიძლება ამ გადაცემიდან გაიგონა. უფრო დელიკატურად ჩვენი მოსახლეობისთვის, საქართველოს მოსახლეობის, ასე ვთქვათ, მენტალიტეტის გათვალისწინებით, ამ გადაცემას მაყურებელი უნდა ყავდეს. ხამის საინტერესოდ გატარებას გისურვებთ და იმ იმედით გემშვიდობებით, რომ თქვენი სექსის სამყარო მეზობლის საწოლის ჭრიალით არ შემოიფარგლება.